მობძანდეს. როგორ ახლა? როგორ ხარ? გადასარო საგაზაფხულო ფერებში გამოიყურებ. აი, არ ვიცოდი რა გეცო, მაგრამ ნახე რა ფერი მაგიდა შეგირჩიე. სპონტანურად და როგორ იზუსტად ვამბობ. გვირილებით თან. შენ თვალისფერი ვიცოდი, მაგრამ რა გეცნეოდა არ ვიცოდი. მიყვარს ყვავილი? ძალიან. გაზაფხულიც უნდა გიყვარდეს, გატყობ ფერებზე. გაზაფხული ყვავილები. ეს განწყობა გიყვარს. გეტყობა რომ კარგად, ყოველ შემთხვევაში განწყობით და ვიზუალით და თვალებით და ფერებით შენივრეთ ხა. ხო, თან ისე არის. ჩემი დაბადების დღის წინა პერიოდი. ო, გიყვარს შენი დაბადების დღე? ძალიან. მართლა? არის ის შემთხვევა, მთელი წელი ველოდები? იცი არის, მთელი წელი არ ვიცი, ალბათ მთელი წელი ველოდები, ეს კითხვა რაც. ხო არა, მე ვიცი რამდენიმე ადამიანი რომ აი მთელი წელი ელოდება, იმდენად უყვარს. მაგრამ მიყვარს. დაბადების დღე გიყვარს თუ აღნიშნაც გიყვარს და სტუმრები და ეს პროცესი და ფუსფუსი და სახში გიყვარს ხოლმე თუ ხოლმე გადახდა. იცი არ ყოფილა ჩემი დაბადების დღე არ აღმენიშნოს. არის პერიოდები როცა მიყვარს ესეთი კომპოზიტორი და ხმაურია. კომპოზიტორი და ხმაური და არის პერიოდები როცა სახში. სახში როცა აღნიშნებ შენით ფუსფუსებ? კი, და ძალიან მიყვარს გაწყობა, ჩემი გოგოების ლოდინი რომ მოდიან ეს მე არ შეყოლა დეტალს? ანუ აი გადასაფარებლიდან დაწყებული სერვირება, ну განსაკუთრებით ეს დედასკანმა. აქ ეს ყველაფერი ხოთაშორის ძალიან მაღალ დონეზეა. ძალიან და მე ძალიან მე ვიცი რომ ამყოფი ხარ შენაკ და მოდი სანამ მაგ ამბებზე მივალთ, ბოლოს მე და შენი პირისპირ შეხვედრა მოხდა აეროპორტში, სტამბოლის აეროპორტში და თავისთავად გამიხარდა, ჩაი გიყვარს? განსაკუთრებით. აი მაშინ ახლა ნახე რა კეთია. ხო, აჰა, ჩემ საკითხვა იცოდი. მადლობა, აქეთ იმამსახურება ყოველთვის. მოდი ჩაი დავლიოთ და ამ ჩაი, ნახე თურქეთ ჩაი როგორ უხდება და. მოკლედ მიზეზი რაც მითხარი შენ, საიდანაც მოდიოდი და რატომაც ძალიან სასიამოვნო იყო. მოდი შენით მოგვიყევი ის მიზეზი, რატომაც გერმანიაში იყავი და რამაც დაგაკავშირე გერმანიას და შენ პროფესიაზე მოგვიყევი ერთ-ორი სიტყვა, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა ლამაზი ფერადი გოგო საკმაოდ საქმიანი ხარ უკვე. ნამდვილად მეამაყება მიზეზი, იმიტომ რომ ეხლა მოკლედ გეტყვით. ხო, მოკლედ. სხვა რაღაცებიც რო ვილაპარაკოთ. გერმანიის განათლების სამინისტროს გრანტის ქვეშ პირველად, ასე ვთქვათ, ეს გრანტი პირველად გამოვიდა, publishing-ი მოხდა ამ გრანტის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობა და ქსელური ღონისძიებები საქართველოსთან. ამ გრანტს ახორციელებს საქართველოში ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტი, გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი, ყველაზე დიდი კვლევით ინსტიტუტია და მინდა გითხრათ, რომ TSU-სთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობს. შესაბამისად მე კოორდინატორი ვარ როგორც გერმანული, ასევე ქართული მხარის, ეს მათი არჩევანი იყო, ორივე მხარის არჩევანი იყო, ასე ვთქვათ. და გარდა ამისა, რომ კოორდინატორი ვარ, მე ვარ ექსპერტი გენდერულ საკითხებში, ინოვაციის მიმართულებით, ტექნოლოგიების და მეცნიერების. რაც შეეხება მნიშვნელობას, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ ეხება მეცნიერებაში ინოვაციური მენეჯმენტის და ინოვაციური კვლევების გამოყენებას. ამ სფეროში, რომელიც ძალიან ფართო არის, ხომ და ამ პროექტში კავშირდება ორი ძალიან დიდი ინსტიტუცია, როგორც არის ჩვენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასევე დიდი კვლევითი ფრაუნჰოფერის კვლევითი ცენტრი. ჩვენ ვიყავით გერმანიაში ქართული დელეგაცია წასული ვიზიტით, ასე ვთქვათ, რომელიც აბსოლუტურად ამ გრანტის ფარგლებშია დაფინანსებული, ნამდვილად სამოყო იყო, იმიტომ რომ სამნი ვიყავით და ჩვენი მხრიდან ასე ვთქვათ, წარვადგინეთ ეს პროექტი, იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასევე ეკონომიკის მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მე, როგორც ამ პროექტის კოორდინატორი და ექსპერტი, გერმანელების მხრიდანაც ასევე ძალიან დიდი შეფასებები, დადებითი შეფასებები იყო ამ ყველაფერთან, მათ გაგვიზიარეს თავისი ხედვები და უკვე შემდგომი ეტაპია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანელებს, ჩვენ კოლეგებს ველოდებით სიმპოზიუმზე საქართველოში ჩატარდება და გარდა ამისა, დოქტორანტების, ასე ვთქვათ, გაცვლითი კი არა, დოქტორანტების ჩასვლის შესაძლებლობაც იქნება ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტი მთლიანად დააფინანსებს ამას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება, ანუ მათი დოქტორანტების გაშვება მოხდება გერმანიაში, კარლსრუეში, იცით რომ კარლსრუე არის მექა მართლმსაჯულების და ამავდროულად სილიკონ ველის ეძახიან, გერმანიის სილიკონ ველი, რამდენად მნიშვნელოვანი ქალაქი. ისე საუბრობ ხარ, რომ აი გეტყობა რომ ძალიან გიყვარს შენი პროფესია, ძალიან ერკვევი და ძალიან მაყოფილი ხარ, მაგრამ ეს ფერადი ჭვიალა გოგო. როდის დაინტერესდი მართლმსაჯულე? დოქტორი ხარ?
სამართლის დოქტორი ვარ. 23 სამეცნიერო ნაშრომი. ახლა ესე ზოგი ავტორი ცხოვრებას, მაგრამ ნუ ციფრები მეტყოლებს შედეგზე. და გერმანიაში პოსტსადოქტორო კვლევა გავაკეთებ ფრანკჰოფერის კვლევით ინსტიტუტში, რომელიც ციგნის პრეზენტაციაზე აუცილებლად მოვა, მაგრამ მე იცი რა ვიცი რომ სანამ შენ ესე გაერკვევოდი ამ ტერმინოლოგიებში და ამ დოქტორობებში და შრომებში კინაღამ ერთი პროფესიის ვიყავით როდესღაც, მაგრამ მე ხადა უკვე რო გაბარებდი და გადაგძლია და ამას თავის მიზეზზე რატო აირჩი იურისპრუდენცია და მოდი მოგვიყევიეს. ემოციური მიზეზია, თუმცა მე ვფიქრობ ეს იყო ჩემთვის საუკეთესო არჩევანი, იმიტომ რომ მე ეს არის პროფესია, სადაც ჩემი თავი ვიპოვე. არავინ არ იცის როგორი რეჟისორი ვიქნებოდი, შეიძლება იგეთქვა ეს. როგორი სამართალ ცოდნევა. ამიტომ შედეგით ვჟავოთ. იცით რა არის? ჯერ და გითხრათ სულ პატარა ვიყავი, ეს 2004 წელს გეუბნებით, როცა პირველად ესპანეთში, ვალენსიაში 53 სკოლიდან წარვადგინე პროექტი, რომელიც წყლის მენეჯმენტს ეხებოდა და საქართველოს ამ შემთხვევაში როგორც ამიერკავკასიის მარგალიტი ასეც არის დგა, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ვიმუშავე ამ თემაზე და მართლაც შესანიშნავად ისე ვთქვათ მოხდა ამის პრეზენტირება. შემდგომ 2006 წელს გრანადაში ვიყავი განათლების უფლებასთან და აი სულ მქონდა ბავშვობიდან მქონდა გატაცება. მაგრამ ნახეთ პარალელურად მე ვიცოდი რა მინდოდა, ეს იყო კინოსარეჟისორო. ძიმან ბათიაშვილის ფილმები არასერიოზული კაცი შევავლი ყველა გიყვარს დარწმუნებული ვარ ყველას და გვარი თავისაშვება ხო მე დარწმუნებული ვიყავი თეატრალურშიც ხშირად მოვდიოდი ხოლმე 14 წლამდე რომ მე ჩემი გზა იყო სარეჟისორო მაშინ ბაბუას დანელიასთანაც ჰქონდა დარეკილი ირა ბებოს მისი სახელსაც მოვატარებ ნუ ვინც შეიძლება არ იცოდეს თქვათ რომ ერაკი ბათიაშვილის გალიშვილი ხარ და ბათიაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი და უნდა დამთავრებინა იქ გიკი მეც როგორც ჩემ ბებიას და ო ბები ახსენე და ნახე სუფთა ბების ნამდვილად ირას ძალიან უყვარს ნახე რა ძალიან დიდი მადლობა ეს მარგალიტა ხო თან ხარ რადგან მურაბა შემოგომოდეს ჩაი მოხდება დავამატო და მომიყევი მე როგორ არ შედეგი კინორეჟისორად და როგორ გახდი დოქტორი. და ბაბუა ჩემო სცენარიც კი დამიტოვა, მას ბოლომდე ეგონა რომ ეს სარეჟისოროზე ჩავაბარებდი. მოკლედ ისე მოხდა, გადაწყვეტილი მქონდა, ვემზადებოდი, მაგრამ ამ დროს მამა დაიჭირეს და გავხდი პოლიტპატიმრის პოლიტესტის. და ამან გადაგაწყვეტინა იურისტი. და მაშინ მე ვთქვი რომ მე გამოვიდოდი ძალიან კარგი იურისტი. მართლა? მაშინ პირველად ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში. ეს შვილის რაღაც სიმტკიცე იყო რომ მამის სიმართლე უნდა გაიტანოს? ეს ცალკე და მე აი არ ვიცი ეს როგორ მოხდა რომ ჯერ ერთი რო შვილის სიმტკიცე იყო და მე ხო ერთი რო სიმართლეს დავამტკიცებდი და მე მინდოდა ადამიანის უფლებების მიმართულებით ყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი. ეს არ ვიცი უცებ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არ არის მარტივი გადაწყვეტილება 16 წლის ასაკში. მაშინ ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენელი იყო ჩამოსული და მაშინ პირველად სერტიფიკატიც კი მაქვს მისი ხელმოწერით ადამიანის უფლებათა მიმართულებით ჰქონდათ ევროპული კონვენციის გარკვეული ტრენინგები და მივიღე მონაწილეობა. და იმ მომენტიდან ეს არის რაც გინდა? ეს არის იქ სადაც მე არა მარტო ვიპოვე ჩემ თავს, მე ვფიქრობ ჩემი დისერტაციით, ჩემი სამეცნიერო ნაშრომებით გარკვეული სიტყვა ვთქვი ამ მიმართულებით. მამას როდის უთხარ ეს ამბავი რომ შენ გადაწყვიტე რომ იურისპრუდენციაში უნდა წახვიდე? მალევე გააგებინე? მალევე თქვენ ხეთ კარგად გახსოვთ ის პერიოდი მამაჩემი ცხათვე ნანახე არ მყავდა. ამიტომაც მალევე არ გამოვიდა, მაგრამ ხო, ცხადია. სამწუხაროდ დამდგენდობოდ გენახათ, მაგრამ ნუ არა, ძალიან რთული პერიოდი იყო. მაგრამ ეს იყო ის რადიკალურად ეს. როხელა იყავი მაშინ? მე ვიყავი 15 წლის. და ძალიან ბავშვური ვიყავი, იცით? მაშინ მოვიხსენე ვარდისფერი სათვალეები. თუმცა სუმაგას ვამბობ, რომ ეს ყველა განსაცდელი გვაძლიერებს და მე ვფიქრობ პირიქით, ალბათ კიდევ უფრო მეტი სიკეთით გავსებს, როცა შინაგანად რაღაცა ეს ხო, მაგრამ ამას ძალა ჭირდება. აი ამ ძალას რა გაძებინებს ხოლმე? შენში რა არის ის, რაც ამ ძალას ახალგაზრდა გოგოს მაშინ და ეხლა ძალიან ახალგაზრდას გაძლევს ამ სიმტკიცებს, რომ მიუხედავად სურთულისა და ცხრათვე არ იცით როგორ არის, რა შვება და ნუ არ მგონია კარგად ყოფილიყო ციხეში და რა გაძლევს ხოლმე ესე დროს ასეთ სიმტკიცეს რომ შენ თქვი რომ არა მე ამას ვიზამ. გარდა ოჯახისა, გარდა პროფესიისა, რა არის რაც შენ თავში ძალას გაპოვნებს? ზუსტად ვიცოდი რომ მართლები ვიყავით ყველაფერში და მეორე ის რომ ჩემი რწმენა შენი რწმენა, შენი შინაგანი რწმენა თუ შენი რწმენა არის შენი და ღმერთის ურთიერთობა? ჩემი შინაგანი რწმენის ესე იგი განუყოფელი ნაწილია ჩემი და უფლის ურთიერთობა. სალმოს ახსენებდი. ხო, ერთ-ერთი ფსალმუნია, რაც ამბობს, სადაც ესეთ იწყება რომ
ფალო გეტყვი მე შენო რომ შენ ჩემი თავშესაფარი ხარო, ღმერთი ხარო, მე შენ გენდობიო. შენ ჩემი სიმაგრე ხარო. მე ზუსტად ვიცოდი რომ ღმერთი აი ამ სიმაგრით ბოლომდე გაგვამარჯვებინებდა. ღმერთის სიმართლის მხარეს არის ყოველთვის და მართლის მხარეს არის ყოველთვის და ჩაგრულის მხარეს არის ყოველთვის. ხო, ნამდვილად მართლის მხარეს არის ყოველთვის და ეს ზუსტად ვიცოდი. მე ამიტომ ძალიან მაგარი ვიყავ, იცით? მაშინ 15 წლის ასაკში ისეთ აქციებს და მე თუ გახსოვთ ახლა მე მახსოვს გუნდოვნად. ხო, და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი თავშესაფარი. მოგოდი თქვენი ოჯახი ამ დროს ძალიან ესეთი სამგალითო იყო, მახსოვს, როცა მამას ამბავი მოხდა. აინა, ამას რაც ხე შენ ამბობ, აი ამ ღმერთის სიტყვის სალმონი მოიყვანე. ეს რწმენა რელიგიურად, ეკლესიურად, ესეც ბავშვობიდან მოდის, ოჯახიდან მოდის, თუ შენ დავაკავშირე, როგორ დავაკავშირე, იმიტომ რომ შენ გითხარი როგორ დავაკავშირდი პროფესიას და სამწუხარო მაგალითად მოგიყვანა. შეიძლება ხდება ხოლმე რომ განსაცდელს მიყავს ადამიანი ეკლესიაშიც. მაგრამ ჩვენ ვიცით შენ ცნობილი ოჯახის შვილი ხარ და შენი ოჯახის დამოკიდებულება სამშობლოსთან, ეროვნულობასთან ცნობილია. ალბათ იგივე იქნებოდა სარწმუნოებასთანაც. მამას დამოკიდებულება ვიცით. შენში როდის გაჩნდა ეს ახმა ღმერთის და აი ესეთი სიმტკიცე როდის მოვიდა ღმერთთან ურთიერთობის? აი მართალი ხარ. არის შემთხვევები, როცა უკვე ოჯახი გაძლევს, აი გასაზრდოებს, აი ამ არჩევანით, ხო? როგორც ჩემი შვილის შემთხვევაში, ჩემი შვილი წიქაროსანია, საიდან მოვიდა ბავშვობიდან. ასე ჩემს შემთხვევაში დედა, ჩემი მამა, ჩემი ორივე ძალიან რელიგიურები არიან, ირაკლი ხშირად პილიგრიმობს ხოლმე მონასტრებში. შესაბამისად, ბავშვობიდან მქონდა განსაკუთრებული კავშირი ჩვენს რელიგიასთან. აი, უწმინდეს აქვს ნათქვამი, რომ ქრისტიანობა ზოგადად ქართველებისთვის არის ცივილიზაციური მტკიცე არჩევანიო. ჩვენ ნიშანს ვეტად ასე იქცა. ისე კი არა, რომ ეს რაღაც მექანიკურად მოხდა. ჩვენ ეს აი ჩვენი ნებით, ის რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ, როგორც ქვეყანა, ეს თავისთავად, მაგრამ აი ეს არჩევანი გაცნობიერებული ქონდა ქართულ ხალხს. გააზრებული ყავდა 100,000 მოწამე, ამიტომ ყავდა ამდენი წმინდანი, ჩვენ გააზრებულად ვიცავთ ჩვენ რელიგიას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი ოჯახის ჩვენი საყრდენია, ჩემთვისაც ასეა, ხო? მე რა იცით, თავისთავად ხდება, რომ რაღაცა მორალური იმპერატივები იბადება შენში, შენ ღირებულებებს აფართოებ, რაღაცა ალამაზებ, აი კანტის სიტყვები რო არის, რაც მაცვიფრებს, ეს არის ვარსკვლავით მოჭედილი ცაო და მორალური კანონი ჩემშიო. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე შენდება და მე ვიქნებით პიროვნებებად, ანუ ინდივიდებად. ხო, ეს როგორ მნიშვნელოვანი რამეა. ხო, მე ვფიქრობ, რომ რელიგიამ, ამ ჩემმა მორალურმა კანონმა, რომელიც ჩემში არსებობს, ამ ყველაფერმა შემქმნა ისეთად, როგორი პიროვნებაც ვარ. შემქმნა ადამიანად. ვაჟას, მივადექით ვაჟას. მივადექით ვაჟას. კი ბატონო. თუმცა ამ ყველაფერში, ამასობაში, სადამ გადაცემას დავიწყები, შენ რაღაც დეტალებსაც მიყვებოდი, რომ მე ისეთი ადამიანი რომ აი მიყვარს ყველაფერი მოსინჯო. დოქტორი, ძალიან შემდგარი უკვე ახალგაზრდა ასაკში იურისტი ამბები და ტელეგრამებზეც მოკარით ვარ. ტელევიზიაზე მოსინჯე თუ შეიძლება ვიხელოთ ესეც შენს ერთ-ერთ მიმართულებად. თუ მოსინჯვა იყო ეს. არა. პირველ რიგში ნაკითხი რომ უხდებით ცისფერ ეკრანებს. ცისფერი გეცმევთ თუ არა არსებით მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უხდები. შენი ინტელექტით, შენი ცოდნით და გარეგნობით ცხადია. იცით რა შეიძლება სამომავლოდაც მიხილოთ. მე ვფიქრობ, რომ მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს რუტინაში. მე სიმართლე გითხრათ, კინოშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ბეკა სიხარულის და გოგა ხაინდრავის ფილმებში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო და ახალი იყო, რა თქმა უნდა. მინდა გითხრათ, მოდასთანაც გარკვეული კავშირი მქონია. მოდელობა მოსინჯე? არა, მოდელობა არა იმდენად, რამდენადაც აი ესე ვთქვათ, ჩაცმის სტილთან გარკვეული რჩევების მიცემა. მინდა გითხრათ, რამდენიმე ჩვენებაზეც კი გამოვედი ჩემი ახლობლების. თუმცა რა თქმა უნდა, ეს როგორც საინტერესო იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია ყოველთვის პარალელურად ვითარდებოდა და ეს თავარი რომ პროფესიას არ შეუშალოს ხელი, ხო, ჰობი იქნება ეს თუ ახალი წამოწყება. რაც შეეხება ტელევიზიას, ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო და სამომავლოდაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პარალელურად ისე მოვახერხო და ისე დავგეგმო. თავარია რომ ჩემი პროფესია რაც არის ეს, რომ სამართლები ვიკუთხით გარკვეულ როგორც სამეცნიერო ნაშრომებს ყოველთვის ვქვეყნდები, ასევე პროექტებს ვახორციელებ, 5 წელი ლექციებს ვკითხავ და ვაპირებ რომ აღვადგინო. აი ეს უნდა დამესვა ეს კითხვა და დამასწარი. მე მგონი შენ ცოტა ისენიც გაქვს რა ხდები რა უნდა მე რამდენად მოხდეთ ჩვენ გადაცემაში რაც უნდა მეთქვა მითხარი. უნდა მეთქვა რომ აი
ლექტორობა, პედაგოგობას ყველაფერი თქვა. თურმე უკვე გამოცდილება ქონდა, არამც თუ აპირებ, უკვე ფიქრობ, რომ ახლა ხო არ განვაახლო. კი, ადამიანის უფლებები. მოგწონს ეს პროცესი? ძალიან. სტიპენდიანტები მყავდა, ძალიან კარგი. რამე ესე კითხო, ალბათ დამეთანხმები, ალბათ კი არა, უკეთიცი რომ შეიძლება შესანიშნავად ფლობდე შენს პროფესიას და მეტიც არაჩვეულებრივი პროფესიონალი იყო, მაგრამ ცალკე ცოდნა გადასცე, ცალკე ცოდნა ლექტორობა. ეს პროცესი მოგეწონა, როცა ასწავლები? საკმაოდ დიდი რაოდენობა მყავდა სტუდენტების, ძალიან კარგი ბავშვები. იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რამდენად გაქვს უნარი გადასცე და აათვისებინო ბავშვს. დაინტერესო. მან უნდა შეძლოს ათვისება შენი, ასე ვთქვათ, სალექციო კურსის. საინტერესო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გარდა საინტერესოსა, უნდა გამდიდრებული იყოს სხვადასხვა ლიტერატურით. ამავდროულად უნდა შეძლო, რომ ეს, ასე ვთქვათ, ისე მიაწოდო, რომ შეძლოს ამხელა ლიტერატურის და ამხელა რაღაცა მასალის ათვისება. ესეც საკეთე, მაგრამ PowerPoint-ებს რომ. ისეთ მაშინ უკვე სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცესი მქონდა, თქვენ ყველა 3 წელი გრძელდება, ძალიან ბევრი მაშინ ძალიან ბევრი კვლევები განვახორციელე და რასაც ვკიდებ ხელს, ვთქვი უფრო ფუნდამენტურად, ასე ვთქვათ, შევასრულო, მით უმეტეს როცა სტუდენტები გიყურებენ, უნდა შეეცადო, რომ მათი თვალები რაღაცა იმედი ხარ იმ მომენტში, რაღაც ახალ ინფორმაციას მიიღებენ, ცოდნას მიიღებენ შენგან. ამიტომაც იმხელა პასუხისგებლობა, რომ მე მივხვდი, რომ გარდა ამისა სხვადასხვა კვლევები მქონდა განსახორციელებელი და ვერ ვასწრებდი და შევაჩერე გარკვეული პერიოდი. მაგრამ გეგმავ? აუცილებლად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანის ამხელა ჩემი დისერტაცია იყო პირველი მონოგრაფია საქართველოში, ასე კონკრეტულად დასაქმების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში, ასე ქვია ნაშრომს და ჩემი ნაშრომი ადამიანის უფლებების და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ერწყმება, ამიტომაც. ჩვენ ვახსენეთ, რომ შენ ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი ხარ, ცნობილი გვარის. ესე კარგია. მაგრამ სულ არის ხოლმე მე როცა მომისმენია ესე ცნობილი ოჯახის შვილები და თავის პროექტს წარმატებული, აღნიშნავ, რომ კარგიც არის, ცუდიც არის. ზოგის სილში ექცევა, ზოგისთვის პირიქით გაგახსნელი ზოგს არ უნდა. შენ შემთხვევაში თუ ყოფილა როდესმე ან ხელის შემშლელი, ან პირიქით წარმატების აწინდარი, თუ შენ არ აქცევ ამ ყურადღებას, რომ ისი შვილი ხარ და გულისხმობ იმას, რომ ძალიან დიდი ხარია და ამაყობ, მაგრამ შენ უკვე ინდივიდუალურად წარმატებული ადამიანი ხარ. მაგრამ მაინც არის, როცა თან ჩვენისთან პატარა ქვეყანაში, როცა ყველას იცნობს, არის ხოლმე ეს რაღაცა, უი შენ იმ შვილი ხარ, უი ის გვარი ხარ, ეს გვარი ხარ. ყოფილა რაღაც დროს მომენტი, რომ გიფიქრე, რომ ნეტა არ მიცნობდეს არავინ და მე დამოუკიდებლად ვიყო. ვთქვით არა, იმიტომ რომ თავიდანვე გათვითცნობიერებული მქონდა ის ფაქტი, რომ sakmaud დიდი პასუხისმგებლობა. ჯერ ისეთი რომ იყო ეროვნული გმირის შვილი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მეორე ის რომ რთულია რა თქმა უნდა დაიმკვიდრო შენი თავი, მაგრამ ნახეთ შილნა უნდა გამოხვიდე. მე ნამდვილად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ის რომ ირაკლი ახლა ფილოსოფოსია და დედა ფსიქოლოგი. ჩემს სამეცნიერო ნაშრომში ის დიდი გარდა იმისა რომ ჩვენ სულ საუბრობთ მე და ჩემი ირაკლი მაია ერთად ვხდებით ხოლმე. გარდა იმისა რომ ძალიან დიდი ცოდნა, ასე ვთქვათ, ცოდნას იღებ ამ შემთხვევაში შენი მშობლებისგან თან როცა გავხსნეს ფუფუნება რომ ფილოსოფოს ესაუბრო, აი ჩემს ბოლო ეხა ნაშრომში მედიატორი როგორც არიადნეს ძაფი, იქ არტურ შოპენჰაუერთან და ანუ ძალიან ისეთი წიაღსლები მაქვს, ფილოსოფიური წიაღსლები ცავსია ჩემი ნაშრომები, იმიტომ რომ მე ამაშიც გათვითცნობიერდი. ირაკლის გავლენა არის ამაში? რა თქმა უნდა მამას, თუმცა მე ამაში განვითარდი. მამას გავლენა არის ზოგადი, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როცა ფილოსოფია არ არის მარტივი რომ გაიგო, ხო? შინაარსობრივად ერთი მე იმ პლასტებს ჩაწვდე და გჭირდება ჩირაღდანი, ასე ვთქვათ, რომელიც ამ გზას გაგინათებს. მე მქონდა ამ და მაქვს ის ბედნიერება, რომ შემიძლია ასე დისკუსიაში, საუბარში. როგორი მამა? ფანტასტიკური. მესმის. ეს ყველა შვილი ამას იტყვის. ეხლა მე რამე მეკითხო. როცა შენ თქვი რომ მე ვიცი რომ ძალიან კარგი ახლო ურთიერთობა გაქვთ, შეიძლება მინახეთ ოჯახის სადმე რაღაც წვეულებაზე, ღონისძიებაზე და შემდეგ. და ურთიერთობას ეთყობა. აი როცა შენ თქვი რომ ვესაუბრებ საუბრობთ ხოლმე. ამ დროს ესაუბრები ფილოსოფოს ირაკლი ბათიაშვილს თუ მამა ირაკლი ბათიაშვილს თუ აქ ზღვარი იშლება. იცით რა არის? აი როცა რაღაც ეს ზღვარი არ არსებობს. მამა, რა თქმა უნდა, მამა კრებს და ფილოსოფოსიც და გმირს და მოქალაქეს და ფილოსოფოს ვესაუბრები ირაკლი ბათიაშვილს. აი ყოფილა როცა ჟან-ჟაკ რუსოს და ილია ჭავჭავაძეს ერთ-ერთ ნაშრომში შედარება მაქვს, ნუ მათ განსხვავებული
საერთო ხედვებიც ქონდათ აი ესე ვადარებს სამართლებრივ ჭრილში და ასევე განსხვავებული და ილია კიდე ჩანს რაოდენ დიდი მართლა უდიდესი მოაზროვნე იყო. ხო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი. ჩვენ ამ თემაზე რო ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა ვესაუბრებოდი როგორც იმ მომენტში ფილოსოფოს და მოაზროვნეს. და მინდა გითხრათ რომ მე მოხარულია რომ მამაც როცა ვსაუბრობთ ამ თემაზე ისე ძალიან აი როგორც ტოლს ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ასევე მეცნიერს მესაუბრება და არა როგორც შულს, რომელიც მეგობრულია? ძალიან ჩვენ ძალიან ისეთი მეგობრული ოჯახია. შენ როგორ დედა? მეგობრული ხარ შულთან? მეგობრული ვარ, რა თქმა უნდა, ამავდროულად 15 წლის ხდება ეხა. ახლა მაგდროს შეაბიჯე ფეხი იმაში რა ქვია, პროფესია აირჩია უკვე მაგრამ. მაგრამ ამავდროულად ვარ დედა. არ უნდა დავკარგოთ ის ხაზი, უნდა ვიყოთ ძალიან ახლო მეგობრები, მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს და ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ მათი ცხოვრების ნავთსაყუდლები უნდა ვიყოთ. პროფესია არსებული აქვს უკვე? იცით, ჯერ ფიქრობს, თუმცა მათემატიკური გაზრონება აქვს ძალიან კარგი და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით მე აძლევ თავისუფლებას არჩევანს. აბსოლუტურ თავისუფლებას, რომ მე ჩემო ოჯახმა მომცა აბსოლუტური თავისუფლება, აი რადიკალურად შევიცვალე, თქვა აი პროფესიის მიმართ ხომ მინდოდა სარეჟისორო და ჩავაბარე იურიდიულ ზახად ჩავაბარე 3 წლის მერე, მაგრამ სრული მხარდაჭერა მქონდა. მე ვფიქრობ აუცილებელია ბავშვმა იპოვოს საკუთარი თავი. ძალიან რთულია შეგიყვარდეს პროფესია, რომელიც არ არის შენი. არ გაინტერესებს ძალიან. რა თქმა უნდა, ყველა პროფესია არ არის ძალიან, ანუ გააჩნია საინტერესოს რას ეძახიან. აქვს ზოგს თავისი სირთულეები, აქვს რუტინა. თავარია გიყვარდეს ის რუტინა, გიყვარდეს ის სირთულეები და ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ისევ შენს რწმენას და რელიგიას დაუბრუნდები შენი ნებართვით, იმიტომ რომ ახლა რასაც მე შენ გისმენ, აი პროფესიულად ყველა საქმის რასაც ვლაპარაკობ, ძალიან ეს კულტუროზრუად გაქვს შესწავლილი. შენ თქვი რომ მე თუ ამის კიდევ ხალხად ვაკეთე, მეყვარს რომ საფუძვლიანად გავაკეთო. ალბათ ერთ-ერთი თუ სადმე ჭირდება ესეთი საფუძვლიანი მიდგომა, ეს არის ქრისტიანობა და რელიგია. ხო, რომელიც დაუსრულებელი პროცესია, როგორც განათლება ალბათ დამეთანხმება რაც მეც წაიგითხავ რომ კიდეც ათხრა და ისე ქრისტიანობა და სრულყოფილება ძალიან რთულია ჩვენ უნდა ვისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ მაგრამ ეს შეუძლებელია სრულყოფილი ღმერთია და ჩვენ უნდა მემსგავსოთ და უნდა შევძლოთ ხო რაღაცნაირად მოვახერხოთ შენთვის აი გამომიყავი რამდენიმე ასპექტი ქრისტიანობაში რელიგიაში შენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რაც არის შენთვის სახდენი რაც არის შენთვის სამკვლევი რაც არის შენთვის გარდაუვალი შეუცვლელი და მარადიული. ნუ ბევრია ესეთი შენთვის რა არის? აი პირველად გახსენდება რა თქმა უნდა ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული. და რასაც შენ ვთვლობ რომ ამის მიხედვით იცხოვრო. პირველი ალბათ თავად იესო ქრისტეს უფლის სიტყვები, წფელი გული იყოს ჩემი ტაძარიო, ფიქრობ ყველა ადამიანი უნდა შევეცადოთ რომ ჩვენი გული შევინარჩუნოთ ისე რომ მართლა წფელი იყოს, რომ ის ხო, უფლის მადლის და ფარულობის ქვეშ იყოს. და აქედან გამომდინარეა უწმინდესის სიტყვები, რომ გული არის სულის სავანეო, სული კი ერთგვარი ჭურჭელი, სადაც უფლის მადლი გარდამოედინებაო. ამიტომაც ჩვენ რაღაცა უნდა გული, გონება და სული ყოველთვის გაერთიანებული გქონდეს და ერთ-ერთ საღდგომო ეპისტოლეში თუ ვწდები საღდგომო ეპისტოლე იყოს წმინდესმა ასეთი ფენომენი საკმაოდ ფილოსოფიური ფენომენი იყო, რაც შემოიტანა, ეს არის გონიერი გული. და თქვა რომ ცოტ გონი გულში ჩადის, მაშინ იღებს ადამიანი ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას. ჭეშმარიტი სიყვარული მაშინ იბადება. აი ალბათ ერთ-ერთი მთავარი სადაც უნდა ამოვიდეთ ეს რომ ყოველთვის ვიციან ხოლმე რომ ბრმა სიყვარული გონიერი გული, აი ეს არის ბრმა სიყვარული, სადაც აი ერნესტ ჰემინგუეი რო ამბობს შენ და მე აღარ არსებობს, მე და შენ ვართ ერთნი. აი ეს ერთობა არის გონის, გულის და სულის. რაღაცა ეს ტრიადა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ტრიადების ქვეყანა ვართ ზოგადად. ხო და ვფიქრობ რომ ვცდილობ რომ ასე ხა რა თქმა უნდა ყველა ადამიანები ვართ. ყველას გვეშლება, ყველა გზაზე. მაგრამ ქრისტიანობა არის იმედია, რომ იმედი, აი ეს არის ხო? სიყვარული, სასოება იმედი, აი ეს არის ჩვენთვის, ეს არის ამიტოა მართლმადიდებლობა ჩვენი რწმენა, მარადიული და ღმერთი იმიტოა დიდი სიყვარული, რომ იმედია, მე ვიცი რომ როგორც არ უნდა დავეცე, თუ წამოვდგები, აუცილებლად მაქვს იმედი რომ გადავრჩები. თავარი რწმენა არ დავკარგო. რწმენა და ხო, აი სასოება და მე იმ კავშირი ღმერთთან, რომ მიშვები და მამა. ხო, აი. ჯერ მარტო გიხაროდნენ, რამდენჯერ არის ბედნიერებისკენ სწრაფო არ დავკარგოთ ალბათ, იმიტომ თვითონ უფალი გვეუბნება, რომ ამ ცხოვრებაში უნდა
გავიხაროთ, ვიხაროთ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ძალიან დიდი მადლობა. ისეთ გავიდა დრო რომ მინდა კიდევ ისრავოთ, მაგრამ მე არ მინდა რომ ამოსაჭრელი გამეხდეს რამე, ამიტომ უღრმეს მადლობას მოგეხსენებ. ძალიან საინტერესო საუბარი, დამაფიქრებელი პასაჟირისთვის სხვადასხვა და ისურვებ წარმატებას. მემჯერა რომ კიდევ ბევრი წარმატება გაუძლებს იმ პროფესიული პირველ რიგში მდორში ხაზგასმით აღნიშნა მეჯერმა შემდგომ მნიშვნელოვანი შემსაქმე და სხვა ყველაფერი დანარჩენი. მადლობა. ასეთი რომელი საუბრის. პირიქით შენ მადლობა. მადლობა მარგარიტას. რამ და ძალიან მიყვარდა თეატრი და სულ თამაშობდი ბავშვობიდან.